დღეს ვისწავლოთ 3D ხატვაში შემდეგი ინსტრუმენტი, ეს არის სტიკერების გამოყენება. ჩვენ ვისწავლეთ პირველი ინსტრუმენტი ფერჩასხმის შემოტანა სახატავ ფურცელზე, ასევე ვისწავლეთ სიბრტყის ფიგურები, საიდანაც შეგვეძლო სიბრტყის ფიგურების შემოტანა სახატავ ფურცელზე, ვისწავლეთ 3D ფიგურები და ასევე 3D ფიგურებში არის მოცემული ბიჭის, გოგოს, ძაღლის, კატის და თევზის სამგანზომილებიანი ნახატების შემოტანა. და მოდით დღეს ვისწავლოთ სტიკერების გამოყენება ნახატზე. რა არის ახლა ეს სტიკერები? ჩვენ შეგვიძლია აი ესეთი პატარა სმაილები შემოვიტანოთ ჩვენს ნახატზე და გავაფორმოთ ჩვენს მიერ დახატული ფოტო. და ასევე შეგვიძლია შემოვიტანოთ ფონი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავაფორმოთ ჩვენი ნახატი. მაგალითად, ავირჩიოთ აი ეს კენჭების ეფექტი და შემოვიტანოთ ჩვენს ნახატზე. აი ასეთი სახით. ჩვენ შეგვიძლია მისი სიგანეში გაზრდა ან პირიქით დაპატარება. და დავსვათ სასურველ ადგილას, აი თუნდაც აქ. ასევე შეგვიძლია ჩვენ მისი გამრავლება. ის რომ გავამრავლოთ, ანუ დავაკოპიროთ, მარცხენა კიდეზე არსებულ მარკერს დავაწყაბებთ მაუსის საშუალებით და აი ასეთი სახით გამრავლდება იგივე ზომის ფონური ჩანართი. აი ასეთი სახით შეგვიძლია გადავამრავლოთ და შემოვიტანოთ ჩვენს ნახატზე ეს კენჭების ეფექტი. აი სანაპირო ზოლის შევქმენით, რა გიყავთ ჩვენ ქვიანი სანაპირო ზოლის შევქმენით, მოდით დავხატოთ ზღვა, მაგრამ ზღვა რომ დავხატოთ, ჩვენ დაგვჭირდება გამყოფი ხაზი. გადავიდეთ პირველ ინსტრუმენტზე, ავირჩიოთ კალამი, ფერი და ერთმანეთისგან გამოვყოთ ზღვა და ცა. აი ესეთი ხაზით. ასე. ჩავასხათ ფერი, მაგალითად ფერჩასხმის ინსტრუმენტს ვირჩევთ. აქ ჩავასხავთ შავ ფერს, მაგალითად ღამეა და ასევე ჩავასხათ აი ასეთი ლურჯი ფერი ზღვის ეს ეფექტის შესაქმნელად. ავირჩიოთ კალამი და დავხატოთ ტალღები აი ასეთი სახით. ასევე ფონებიდან დავხატოთ მთვარე. გადავდივართ სტიკერებში და აი ამ ფერს თუ ავირჩევთ, მეტად გავს მთვარის ეფექტს. აი ასეთი სახით შეგვიძლია მოვხატოთ მთვარე, მისი გამრავლებაც შეგვიძლია, მაგრამ ორი მთვარე არ გვინდა ამ ნახატზე, ამიტომ წავშალოთ დელეთე ღილაკის საშუალებით კლავიატურიდან. ასევე სტიკერებიდან შეგვიძლია ავირჩიოთ ვარსკვლავი და ვარსკვლავი მოვხატოთ ცაზე. შეგვიძლია მისი გამრავლებაც სათითაოდ რომ არ ავიღოთ და აი ასეთი სახით შემოვიტანოთ ჩვენს ნახატზე. ასევე შეგვიძლია დავხატოთ ღრუბელი. აი აქედან მოვაბრუნოთ სასურველი მიმართულებით და დავსვათ სასურველ ადგილზე. ისიც შეგვიძლია გავამრავლოთ. აი ასე. ასეთი სახით. მოდით ახლა დავხატოთ მაგალითად გოგონა ჩვენს სურათზე, გადავიდეთ 3D ფიგურებზე და აი აქ ლიფტის საშუალებით ჩამოვყვეთ დაბლა და ავირჩიოთ მაგალითად ბიჭი. დავხატოთ ბიჭი. თავდაპირველად შეგვიძლია დიდი ზომის დავხატოთ, რადგან მასზე კარგად განვათავსოთ თვალები. შემდეგ გადავიდეთ სტიკერებში და ბიჭს გავუკეთოთ თვალები. ავირჩიოთ თვალისფერი, რომელიც მოგწონს. აი ასე. და კლავიატურაზე არსებული ისრების საშუალებით სასურველ ადგილას მივიყვანოთ თვალი. გავამრავლოთ
რადგან ორივე თვალი გვინდა ერთი ზომის იყოს, გადავამრავლებთ და მასაც მოვათავსებთ სასურველ ადგილას. ახლა გავუკეთოთ ბიჭს პირი. სტიკერებიდან ავირჩიოთ პირი. აი ასეთი სახით და სასურველ ადგილას დავსვათ. მოდით ბიჭს გავუკეთოთ ულვაშებიც. აი ასე. აი ასეთი სახით შეგვიძლია ბიჭს გავუკეთოთ ულვაშები. და ჩვენ შეგვიძლია ახლა რაკიღა თვალები და პირი გავუკეთოთ, დავაპატარავოთ შედარებით ზომაში და მოვაბრუნოთ სასურველი მიმართულებით. ჩვენ ბიჭს შეგვიძლია ჩავაცვათ 60-ით. აი ასეთი სახით. ჩავაცვათ 60-ში, შეგვიძლია ჩავაცვათ სტიკერებიდანაც. მაგალითად ავირჩიოთ აი ეს ფონი. ამ ფონს თუ კი ავირჩევთ და ნახეთ, ზედ გადავატარებთ, აი ასეთი სახით ჩავაცმევთ მაგალითად ზედატანს, ხო? და ასევე შეგვიძლია ფერებიდანაც ჩვეულებრივად, ნახეთ, გადავიდეთ ფერჩასმაში, ავირჩიოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი და მაგალითად ჩავაცვათ ყავისფერი შარვალი. აი ასეთი სახით შემიძლია ჩავაცვა შარვალი. ასევე შემიძლია დავუხატოთ მას თმის ფერიც, ხო? მაგალითად გვინდა რომ კონდეს აი ამ ბიჭს ყავისფერი თმა. აი ასეთი სახით მოვხატავთ მის თმასაც. მოდით ახლა შემოვიყვანოთ გოგო ფოტოზე. გადავიდეთ ისევ 3D ფიგურებში. შემოვიყვანოთ გოგონა. მივცეთ ფერი ღია და გოგონას დავუხატოთ თვალები სტიკერებიდან. აი ასე დავსვათ სასურველ ადგილას თვალი, გავამრავლოთ ეს თვალი და მეორეც შემოვიტანოთ აი ასეთი სახით. შემდეგ გავუკეთოთ პირი. დავაპატარავოთ ცოტა, აი ასეთი სახით. და რაკიღა თვალებს და პირს გავუკეთებთ, შემდეგ დავაპატარავოთ ზომაში. ასევე შეგიძლიათ წარბებიც გავუკეთოთ, მაგრამ დრო მაქვს ცოტა და ამიტომ ყველაფერს ვეღარ ვაკეთებ. მოვაბრუნოთ სასურველი მიმართულებით, მაგალითად მივაბრუნოთ ბიჭის მხარეს და ჩავაცვათ გოგონასაც 60-ში. მაგალითად ავირჩიოთ სტიკერებიდან ერთ-ერთი ფონი. ნახეთ. აი ასე შეგვიძლია ჩავაცვათ და ასევე მაგალითად ფერჩასმიდან ავირჩიოთ მისი შარვლის ფერი. მწვანე შარვალი ჩავაცვათ. ავირჩიოთ ფონი. აი ასეთი სახით შეგვიძლია ჩავაცვათ ფერი. აი ასე. და ასევე გავუკეთოთ, მაგალითად, დავუხატოთ ყვითელი თმა. ასეთი სახით. მოდით ჩვენს ნახატზე შემოვიყვანოთ 3D ფიგურებიდან ასევე ძაღლი. მოვხატოთ ძაღლი. ბოლოს რომელ ფერსაც ვირჩევთ, ის ფერი არის ხოლმე ფიგურაც, ამიტომ ფერი შეგვიძლია შევუცვალოთ. მოვაბრუნოთ ძაღლი და მას გავუკეთოთ თვალები. ნახეთ, ძაღლი შეგვიძლია ძალიან დიდიც დავხატოთ, რადგან კარგად დავსვათ მასზე სხეულის სხვა ნაწილები. გადავიდეთ სტიკერებში და გავუკეთოთ ძაღლს თვალები. აი ასეთი სახით გავამრავლოთ და მეორე თვალი მეორე მხარეზე დავსვათ. შეგვიძლია ჩვენ ავირჩიოთ ძაღლისთვის პირი.
აი ასე მოვნიშნავთ პირს და გავუკეთებთ აი ასეთი სახით. შემდეგ შეგვიძლია ძაღლი დავაპატარავოთ ზომაში. რა კი ამას უკვე გავუკეთებთ თვალებს და პირს. მოვაბრუნოთ სასურველი მიმართულებით. აი ასეთი სახით და დავსვათ ფოტოზე. შემდეგ შეგვიძლია ძაღლს მივცეთ ფონი, მაგალითად ძაღლი იყოს, მოდით შავთეთრი. შავთეთრი რომ იყოს სტიკერებიდან შეგვიძლია ეს ფონიც ავირჩიოთ და აი ესეთი ფონი მივანიჭოთ ჩვენს ძაღლს. ნახეთ, გადავატაროთ მასზე ფონი და აი ასეთი სახით შეგვიძლია შავთეთრი ძაღლი შემოვიყვანოთ ჩვენს ნახატზე. ეს იყო სულ და დავალებად გექნებათ, რომ გამიკეთოთ რაიმე ფოტო, თქვენი სურვილისამებრ დახატეთ ნებისმიერი ფოტო და აი ამ ფოტოზე აუცილებლად გამოიყენეთ როგორც პირველი, მეორე, მესამე და ასევე მეოთხე ინსტრუმენტი, რომელიც დღეს შევისწავლეთ და აი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით დამიხატეთ რაიმე ნახატი. აუცილებლად იყოს თქვენს ნახატზე, რა თქმა უნდა, ბიჭის, გოგოს გამოსახულება და ასევე შემომიტანეთ ფონი, რომელიც დღეს ვისწავლეთ. ანუ შემოიტანთ სტიკერებს და შემოიტანთ ფონებს ნახატში. ასევე გოგოს და ბიჭის სურათს. სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატება.